მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხიჯი გეიმინგი და დღეს თამაშ FC Mobiles და დღეისთვის მაქვს pack opening-ი დაგეგმილი, ასევე გავხსნით პაკებს ივენთიდანაც, გავალთ რიანად კიელინის ივენთს, mini ივენთს, chapters, უფრო სწორი ნათქვამი იქნება და პაკებსაც გავხსნი, ასევე სხვადასხვა პაკები მაქვს დაგეგმილი. მოდი ჯერ გადავიდეთ კაპიტნების ივენთში. აქ დაემატენ ახალი ქარდები, რომლებსაც უბრალოდ გადავავლებ თვალს. გადავიდეთ week 3-ში და ნახოთ თუ რა ქარდები დაამატეს. ნუ ვიცი ზედაპირულად, იმიტომ რომ Renderzis აპლიკაციაში შემიძლია რომ ნახო ერთი დღით ადრე სანამ განახდება ივენთი. დუნგა, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა რომ ეს ქარდი იქნებოდა. ძალიან კაი ქარდია. თუ მკითხავთ, ხილმოძრავები კარგია. ამ ქარდს სიამოვნებით ვიყოლიებდი გუნდში, მაგრამ უკვე მყავს სკინი. მარკეზი, შემდეგი ქარდია 11 ოვერიანი, ესეც მშვენიერი ქარდია, მოკლედ დიდი დრო არ წაიღოს ამან. უბრალოდ თავს თვალს გადავლებ, პარკჯის დუნგის ქარდი ძალიან მომწონს. 3 ვარსკვლავის ხილმოძრავები აქვს, მაგრამ არ აუჩავს. დილორენცოს ქარდი ძალიან მაგარია, 111 ფიზიკა, 127 დიფენდინგი და 122 ფეისი. მაგარი ქარდია ძალიან. ბარნსი, რომელიც შეიძლება ჩემს გუნდში იხილოთ კვარას მაგივრად, ხო, მაგრამ თუ მინდა რომ ოვერი ავწიო ჩემი გუნდის, ასე მომიწევს. სხვა ისე დაბალოვერიანი ქარდები არიან, მაგრეგორი, გეჰი და იაგო ასპასი იყო. ქარდებს არ აწევიათ და ოვერი და მოდი ახლა დავიწყოთ. როგორც ხედავთ, მაქვს 2500, ამასაც გავხსნი ბოლოს milestones და exchange-ებში ამას რა ჭირდება არ ვიცი. 109-დან 111-მდე. ისე pack opening-ის შემდეგ პაკებში თუ ამომივიდა შესაბამისი ქარდები, ვეცდები რომ ესეც გავხსნა. მოდი ახლა და შევუდგეთ ამათ აღებას და გავიდეთ ბოლომდე. 400 ჯემი. იმედია სწორად გამოვთვალე და ზუსტად მეყოფა, უნდა მეყოს წესი თოკენები, რაც ვაგროვე. გადავიდეთ 100-ად, შემდეგ 5 shed point-ი, რაც ბევრი არ არის, ცოტაა. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ცოტაა. მინიმალურია უფრო. შემდეგ გადავიდეთ და 100,000 ავიღოთ, 100,000 coin-ი. გავხატავთ ეს ყველაფერი. ასევე შემდეგ არის 20 shed point-ი, რაც ცუდი არ არის ნამდვილად. ავიღოთ 20 shed point-იც. შემდეგ მინიმალურ ოვერიანი ქარდია. კარგი, ესეც ავიღოთ. პრობლემა არ არის, მასქერანოების exchange-ში გამომარგება. ნახოთ ვის დააგდებს. ბევრი ყოფილა, ხო იცი? ცუდი არ არის არც ეს. შემდეგი არის 1500 shed point-ი რაღა იყო და ჯემი. ესეც ავიღოთ. უკვე გადავედით პირლოზე. ჩვენ კიელინის თანაგუნდელების ისინი გვაქვს წარმოდგენილი. პირველი იყო მარკიზიო, მერე დელპიერო, მერე პირლო, მერე მანჯუკიჩი და მერე ნედვედი. ნედვედთან რამდენი აქვს თამაშები არ ვიცი. დიდი ალბათობით არ აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ იუვენტუსის ლეგენდებზეა უფრო მეტად. აქამდე ვფიქრობდი, რომ უფრო მეტად ის იყო თანაგუნდელებზე, მაგრამ არ ყოფილა, რადგან ნედვედთან არ ამგონია ქონდეს თამაშები კიელინის. შეიძლება აქვს. მაგრამ არ ამგონია. ახლა უკვე კიდევ ერთხელ მინიმალურ ოვერალიანი ქარდები. ესეც ავიღოთ, მოდი. კაპიტანის პაკ. ავიღეთ. ესეც ცუდი არ არის, ტრეინინგ ლეველებისთვის გამომადგება ნამდვილად. გადავიდეთ აქ 200.
დავხარჯოთ. და ავიღოთ 15 შეთხოვნი, ისევე და ისე ცუდი არ არის. შემდეგ ავიღოთ ტრეინინგ ტრანსფერ პოინტები, რაც ასევე არ არის ცუდი, რადგან ბევრ თანხას არა, მაგრამ ასე 15 მილიონი გუშინ ჩვეულებრივად დავხარჯე, რადგან ხო, რა დამჭირდა როდრისთვისაც და ისედაც რომ მარაგში მქონოდა და მე ყოველ ტრეინინგ ტრანსფერზე რომ გადასვლა მარკეტში არ დამჭირდებოდა და კიდე. შემდეგი არის მასქერანები კარგია, რადგან შევძლებ რომ დავრანკო ვალვერდე, რაც ძალიან გამიხარდება. შემდეგი არის 2 მილიონი, ესეც მინიმალურია. ხო, ზუსტად ყოფნის. ეს ცოტა დიდხნიანი ვიდეო გამოვა, რადგან მე პაკ-ოფენინგიც უნდა გადავაბა და ხო, იმედია პაკ-ოფენინგის დროს კარგ რაღაცას დავუყო. შემდეგი არის 200 ჯემი. და იმედია იმ 109-დან 111-მდე ბევრი რაღაც ქარდები არ უნდა, ძალიან ბევრი არ უნდა იმედია. ეს არის ჩვენი პირველი პაკი. აი ამაზე ვამბობდი. იმედია ამ ქარდს ბევრი არ უნდა. ესენი შევაგროვე არმბენდები, რომლებიც ანუ კაპიტნის სამკლაურები და ბოლოს ავიღებ ამას. მაგრამ მანამდე ჯერ უნდა ავიღოთ ეს. მოდი ავიღოთ. არა მგონია აქედან რამე ისეთი კარგი დავაგდო. მაგრამ რა იცი, საიდან გაისვრის და საიდან დააგდებ? არა. 109-ვერიანი, მინიმალუროვერიანი დავაგდებ ხადაო. მოდი ახლა უცებ აქ შევამოწმებ რა სჭირდება. აუ 807-ვერიანიო რა. პლუს 200 შეერთპოინტი და 10-106-ვერიანი. არა, არ მინდა ძმა. ამდენი ქარდები სადღაც ასე მილიარდამდე დათდება. რო იყიდო, რო შეიძინო. ამიტომაც ამისგან თავს შევიკავებ. გადმოვედით აქ, უკვე. გადავიდეთ თორში, სულ რაღაც 15,000 მაქვს. ბევრი არ არის. ძალიან, მაგრამ არ ცოტა არის და ტრადიციულად როგორც ყოველთვის დავიწყოთ 3000 ჯემიანი პაკით, რა თქმა უნდა. აქედან ახლა ვინ მინდა რომ დავაგდო? არ ვიცი, ვინმეს კარგს თუ დავაგდებ აქედან 110-ვერიანს ან 109-ვერიანს, შეერთპოინტები არა, 109-ვერიანს თუ დავაგდებ, პლეიერ პიკისთვის გავუშვებ. 110-ვერიანს თუ დავაგდებ, ეგრე არ ვიცი. 107-დან 108-ვერიანი უკვე ვიცი რაც უნდა ვყო მაგათ უეჭველი გავუშვებ შეერთპოინტებში. რადგან მეკარის აყვანა მინდა. 111-იანი მეკარის. იმედია მეოთხე ვიკში მაინც იქნება კარგი მეკარე. ან ოლივერ კანიც კაია. მიდი გთხოვ ვინმე კარგი. პარკჯისუნგი. არა! დავიტროლე. აუ მეთქი ბიჭო პარკჯისუნგი დავაგდე და ეს რა ტროლი იყო. მეთქი აუ ბიჭო ეს რო დამეგდო. მოდი ახლა შემდეგი რამე გავხდით კიდე. მოდი მოიცადეთ ჯერ გადავიდეთ აქ. არ შეიმჩნიოთ. ეს გავხსნათ. ახლა იდება მაინც ვიდეო. გაყიდვადი 199-დან 105-მდე. ბიჭო მოვაყარა. ეს რა არის ბრატ? ყველაფერი ახლა დაიდო თუ რა? 3000-ად ეს გავხსნათ, მოდით. გაყიდვადი პაკი 99-დან 105-მდე. და ვნახოთ. ლოკაუთი შევიდა. პროფილი იტანსის ესპანელი ზემპრობეკი. დაჭრა. მოდი ახლა გავხსნათ unlimited bundle.
ორი გავხსნათ ერთად პირველ რიგში. ეს არის მესამე კვირის და მოდი გავხსნათ. იმედია კარგი რამე დავაყო. აუ წეხან დავით. საფრანგეთი კარგი არ არის რა თქმა უნდა ეს ამ. 107-იანი, ცუდი არ არის. მოდი კიდე გავხსნათ 2-1, ვითომ? მოდით მეგობრებო. ხო, მეგობრებო, დაბრუნდით, რაღაც ის გაკეთება დამჭირდა. აქედან კიდე, ასთხიანი დამიგდე, გთხოვ, აი ძალიან გთხოვ. მოდი ერთი გავხსნათ. არა და გაყიდვადი, არა, მოდი აღარ გვინდა გაყიდვადი პაკები დავიკიდოთ. რადგან ისედაც დიდი ვიდეო გამოდის. წეხან რა მაგრა დავიტროლე, მეთქი პარკჯის უნგი დავაგდე და ძალიან გამიხარდა და ბოსნიერი, აუ ყოლასინაჩი. ხო. ვერ ვიტან. ეს კარდი არის ჩემი ნაითმეარი. არ მშორდება, ყველგან დამყვება. იდე რა გავხსნა, ეს რა პაკებია. ხა, მოკლედ მეგობრებო, 3000 შევინახავ. რომ ხვალ გავხსნა. პაკები. ისეთი კარგი ვერაფერი დავაგდეთ. ნახავ ახლა player pick-ის გაკეთება თუ შემიძლია. აუ ძალიან ცუდი იდეა მაქვს. აი ძალიან ცუდი იდეა მაქვს. ხوار გავრისკო და coin-ებით ხوار გავაკეთო პაკი. აუ არა, ძალიან ცუდი იქნება რა ქნა ვიდეო. მეგობრებო, ინტერნეტმა გაჭედა თუ არასწორ Wi-Fi-ს დაუკავშირდი, არ ვიცი. ამიტომაც დავაპაუზებ და დაგიბრუნდებ. მოკლედ მეგობრებო, დავბრუნდი. და მოდი შევამოწმოთ თუ შევძლებთ დავაკეთოთ player pick. მე მგონი უნდა შეგვეძლოს. ხუთასი მაკლდება. მოისაც შეთ პოინტები რამდენი შემიძლია რომ ავიღო. მეგობრებო, მე მგონი ჯობია გადავიდე ფუტბოლ ცენტრში, ერთი მისია შევასრულო, ავიღო კარტი და 500 ავიღო შემდეგ და გავაკეთო player pick-ი. მოკლედ დავასრულებ challenge და დაგიბრუნდებით. მოკლედ დაბრუნდი მეგობრებო, შევასრულე ფუტბოლ ცენტრიდან ერთი მისია. მოდი ახლა გადავიდეთ და ჩავაბაროთ ყველა ეს კარტი. 9000 და აგერ არის 10000. მოდი იცი რა არის, მანამდე სანამ ჩავაბარებ, გადავალ და ვნახავ რომელი player pick-ის გაკეთება შემიძლია. და ამის შემდეგ უკვე გადავწყვეტ თუ შეიძლება 5000 დავჯერდე და 5000 ავიღო მხოლოდ და აღარ დამჭირდეს.
გადავიდეთ ივენტსებში, შემდეგ daily pick-ში. ნუ ეს შემეძლო ისე მენახა, მაგრამ ჩემი აზრით ასე უფრო აქვს მუღამი, როდესაც თქვენთან ერთად ვაკეთებ რაღაცებს. გახსენი. გახსნა. აუ ინტერნეტი. ეს 10000 ტოკენიანია, ეს არის ორჯერ შემიძლია 5000 ტოკენიანი. მოდი რაც არის 10000-იანი გავუშვათ. ნახოთ, შერტ პოინტები უფრო მინდა მე და 60 შერტ პოინტი 2%, 2%, 100 შერტ პოინტი და ერთზე ნაკლები 150 შერტ პოინტი. თან ეს გაყიდვადია, მაგრამ არ მიიღეს ჩემი აზრით, უფრო მიიღეს რომ გავაკეთო აუ არა და რამდენი შერტ პოინტს ვკარგავ, იმედია სწორ არჩევანს ვაკეთებ. როდესაც მაგ ვიდეოს ვიღებ, მეგობრებო, როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველა შესაძლებელი პაკი გავხსნა. და ხო, გადავიდეთ ისევ და ისევ ივენტებში, შემდეგ daily pick-ში და გავხსნათ 10000-იანი პაკი. იმედია 110-იანს დამიგდებს. ძალიან გავხარებული დავრჩები. თუ აქედან 100 პლუს კარტს დამიგდებს. აბა მიდი. გთხოვ. მოდი ვნახოთ ჯერ probability რამდენი აქვს. ვიცი რომ არც ისე კარგი აქვს 1%-ზე ნაკლები, 1%-ზე ნაკლები 111-იც. ხო, ყველა 107-იანი არ დააგდო, გთხოვ. ვენდობი ამ პაკს და გემუდარები. არა, ბიჭო. არ დააგდო საერთოდ ის, რასაც მე ველოდი. მუტინიო ავიღოთ, მოდი. თუ რამე ამას კიდევ გადავცვლი. შოა მუტინიო. რათ მინდოდა ბიჭო ეს? ხო, მოკლედ მეგობრებო, ცუდი პაკოპენინგი არ გამოვიდა ჩემი აზრით. ისე ლიგაში გადავამოწმე, ამი პაკი ხო არ არის აქ. ახლოს ვარ, მაგრამ არ არის ჯერ. კაი. არა უშავს. მოკლედ მეგობრებო, ჩემი აზრით კარგი პაკოპენინგი ეს ვიდეო გამოვიდა, მარტო პაკოპენინგი არ ვიყო, კიელინის გავიარეთ, კიელინის ივენთი, მინი ივენთი. ახლა უკვე მეგობრებო, გემშვიდობებით. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგი.